მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მადლობა რომ დაინტერესდით კომიტეტის წევრებს და მადლობა გადავუხადოთ დასწრებისთვის. მე საქართველოში ვიყავი თუ არ ვწდები 2015 წელს და ჩავედი არჩევნებზე დასაკვირვებლად არჩევნების პროცესზე დასაკვირვებლად და ნამდვილად გაოცებული ვიყავი ადამიანებით, რომლებიც ქუჩებში იყვნენ, მათი ენთუზიაზმი, სურვილი დემოკრატიისა, ხმის მიცემისა და ასევე არჩევანის გაკეთებისა სასტუმროში, რომელშიც ვიმყოფებოდი, ბატონი ივანიშვილი ვნახე და არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ არ უნდა განსაჯოთ ადამიანები იმით თუ როგორ გამოიყურებიან, მაგრამ როდესაც პირველად ვნახე ის გამოსახულება და გამოხატულება ვიზუალი ჰქონდა, რომელიც ელონ მასკს შეიძლება ჰქონდეს, თუმცა მოგვიანებით ვნახეთ ელონ მასკის შეგრძნებებით, ეს იყო მდიდარი ცოტათი ეგოისტური და საკუთარ თავზე, ასე ვთქვათ, მაღალი წარმოდგენის მქონე ადამიანი და ვიფიქრე, რომ კარგი ადამიანია, თუმცა შემდეგ ვნახეთ განვითარება და ქართული ოცნება სწორედ ქართულ კოშმარად გადაიქცა, რადგან არ არის ის, რაც უნდა იყოს. ყველა სახის პრობლემა ჰქონიათ, მრავალი სახის პრობლემა და ძალიან კარგად იქნა ეს უკვე აღნიშნული და ახსნილი. სენატი მობს ძალადობას მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ ტელევიზორში, რასაც ხედავთ ათობით ადამიანი, რომელიც აპროტესტებს ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატია და რამდენად მნიშვნელოვანია ის ამერიკისთვისაც, ზოგჯერ საკმარისად ვერ ვიაზრებთ ან არ ვაფასებთ ამ ყველაფერს. და საქართველოში ამას ძალიან კარგად ვხედავთ, რუსეთის შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ნაწილი მიითვისა რუსეთმა კიდევ გააკეთებენ ამას, თუ მაგალითად მოკავშირე ეყოლებათ ბატონ ივანიშვილის სახით და ამ შემთხვევაში ეს უფრო მარტივი გახდება მათთვის. სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო ჯერჯერობით მეგობარი აქტი და პრობლემები იყო ამასთან დაკავშირებით, შეიძლება პორტთან ყოფილიყო ეს მნიშვნელოვნად დაკავშირებული და პრობლემები, რომელიც ზუსტად არ ვიცი რა იყო, თუმცა ბატონი გულსანი მართალი ბრძანდება, რომ დემოკრატების და რესპუბლიკელების დიდი ნაწილი მხარს უჭერდა ამ კანონის მიღებას და ძალიან დიდი იყო მხარდაჭერა ამის მიმართ. ერთი ადამიანი იყო, რომელიც შეეწირა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს და ნამდვილად ვერ ვიგებ არ მესმის იმ ყველაფრისა რატომ ხდება, თუმცა კიდევ ერთხელ შტაბ-ბეჭდების ქვეშ ვარ იმისა, რაც აკეთებს ქართველი ხალხი და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, რაც აკეთებ, რაც არის უნივერსალური ღირებულება და ვალდებულნი ვართ, რომ დავიცვათ ეს ღირებულებები, მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ყოველთვის პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა დადგნენ ის ადამიანები, ვინც ამ ძალადობას ავრცელებენ და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიდიან, დემოკრატიას აყენებენ საფრთხის ქვეშ.